იცით რა ზოგადად ყველაზე მეტად ძალიან მარტივია ამ სიტუაციაში სიმართლის დაცვილ ადამიანზე მტკიცებით ფორმაში ისეთ ბრალდებებს აჟღერებენ, რომლის წაკითხვაც კი არ მოგინდება უბრალოდ ჩვეულებრივ ადამიანს, განა თუ გაწამებულ დედას და მის ოჯახს. მოდი დავიწყოთ თავიდან. თქვათ დავუშვათ, რა თქმა უნდა ტყუილია, მაგრამ მოდი დავუშვათ, რომ ნია იმნაძე ადგა და მართლაც მასწავლებელს და მშობლებს უთხრა და გაუმხილა, რომ მე ვარ მასწავლებლის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი და ამ დროს რა გააკეთა ოჯახმა? მასწავლებელს თავი დავანებოთ იმ სკოლის დამრიგებელს თუ ვიღაცას. რა გააკეთა ოჯახმა? ძალიან მარტივია კითხვაზე პასუხის პოვნა, თუ კი იმ ადამიანის ადგილას წარმოიდგენ თავს და დაფიქრდები, რას გავაკეთებდი მე ამ შემთხვევაში. რას გააკეთებდა მშობელი? შვილი მოდის გეუბნება მასწავლებელი, კერძო მასწავლებელთან, განასკოლის მასწავლებელი, სადაც ვალდებულია რომ იაროს. არ მიდიხარ პოლიციაში, არ წერ რაღაც საჩივარს. რას გააკეთებს მშობელი? მივა სხვა თუ არაფერი მასწავლებელთან მივა დაელაპარაკება, პასუხს მოსთხოვს. და რა გააკეთა ოჯახმა? არაფერი. კარგი, მოდი დავუშვათ. არავინ არაფერი არ გააკეთა და შემდგომ იძულებული გახდა, რაც მოახერხა ბავშვმა, თავის შეყვარებულს უთხრა, იმიტომ რომ ოჯახი გვერდით არ დაუდგა და მე თავისმა შეყვარებულმა იკაცა და ვიცით რაც გააკეთა. მაგრამ აქ არის ახლა კიდევ ერთი კითხვა. როგორც პროკურორი ამბობს, თებერვლის თვეში ნია იმნაძის სახლში დაყენდა ფარული მოსასმენები. საიდანაც მოპოვებული ჩანაწერებით მტკიცდება, რომ ნია იმნაძე ამართლებს თავის შეყვარებულს და ამბობს, რომ ის უბრალოდ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა და ამბობს, რომ ის სწორად მოიქცა. არანაირი სინანულის გრძნობა არც ეც არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ხო ნია იმნაძემ გამოიწვია ხალხნო. ანუ ამდენი თვის განმავლობაში ერთხელ მაინც არ წამოსცდა, თუნდაც მამასთან ან დედასთან ლაპარაკის დროს, რომ აი დედა, მამა, მე ხო გაგაფრთხილეთ, მე ხო გითხარით, რომ ეს მასწავლებელი მავიწროებდა, მაგრამ თქვენ არაფერი არ გააკეთეთ და ამიტომ მე იძულებული გავხდი და ეს ყველაფერი ჩემ შეყვარებულს უთხარი და ამიტომ მოვედით ამ შედეგამდე. ანუ ერთხელ მაინც არ იტყო და? არა, რა თქმა უნდა, ესეთი ჩანაწერი არ არსებობს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის მოგონილი. ის ნაჯღაბნი მათემატიკის რვეულში ჩაწერილი რაღაც ნაწერიც, წერილიც, რომელიც სავარაუდოდ თვითონ ნია იმნაძის ხელით დაწერილიც კი არ არის. ანუ ამ ყველაფრით მტკიცდება, რომ ეს არის მოგონილი ტყუილი, ეს ხო წარმოუდგენელია, მშობელმა არაფერი გააკეთოს. იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ნია იმნაძე უნდა ყოფილიყო მათემატიკის გაკვეთილზე, ან კარგი თუ გინდა სხვა გაკვეთილი იყოს, რაიმე კერძო მასწავლებელთან, იმ პერიოდში როცა მასწავლებელთან უნდა ყოფილიყო, მან გააცდინა ეს გაკვეთილი, წავიდა სხვაგან, რაღაც დაემართა ნებისმიერი რამე, რაღაც დაემართა ბავშვს და როცა ამას ოჯახი გაიგებს, ოჯახი პასუხს ვის მოსთხოვს? პასუხს არ მოსთხოვს იმ მასწავლებელს, ვის გაკვეთილზეც უნდა ყოფილიყო. მე რატომ არ ვიცოდი, რომ ჩემმა შვილმა გაკვეთილი გააცდინა არასრულწლოვანმა, რატომ არ ვიცი, სად არის ჩემი შვილი? მასწავლებელი ვალდებულია, რომ როცა მოსწავლე გაკვეთილს აცდენს, მშობელი ჩაყენოს საქმის კურსში. და რას მოყვა ეს ყველაფერი? იმას, რომ გიგა ავალიანის დედამ დაურეკა მის მშობელს და შეატყობინა, რომ თქვენი შვილი არ არის გაკვეთილზე, აცდენს გაკვეთილს. ეს არის მას შემდეგ გამოგონილი გრძნეს საფრთხე, რომ შეიძლებოდა თავის შვილსაც შეხებოდა ეს ყველაფერი, მაშინ მოიგონეს, რაღაცა დაწერეს, ანუ ამის დანახვა ხო ძალიან მარტივია. რაღაცა ბინძურ ხალხს ეჭიდებიან. აი კიდე ერთ კითხვაზე გამეცით პასუხი. დამისახელეთ ვინმე, ან ვინმე თქვით თქვენ თავზე, რომ შეძლებდით იმ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეძლო ეკა კუბატაძემ. რაც შეძლო ამ დედამ, გმირმა დედამ. და თქვენ საერთოდ ფიქრობთ, საზოგადოების ის ნაწილი, ვინც აი ნია იმნაძის დამცველობით პოსტებს აქვეყნებთ და ჭკუაზე არ ახართ, რას აკეთებთ საერთოდ იაზრებთ? ჩვენს ქალბატონს უბრალოდ არ მოეწონა ის ვალდებულებით, მასწავლების ვალდებულებებიდან გამომდინარე გამოხატული ყურადღება, რომელი მასწავლებელი არ მოგთხოვს, რომ აი გაკვეთილს ნუ აცდენ, აი დავალება უნდა დაწერო, გაცდენილი გაკვეთილი უნდა აღადგინო, ეს ყველაფერი ხო შენთვის კეთდება? უბრალოდ არ მოეწონა ეს ყველაფერი, ალბათ უნდოდა რომ ასე როცა უნდოდა გააცდენდა და თავის შეყვარებულთან ირბენდა და მასწავლებელი აქ არაფერს არ გააკეთებდა, უბრალოდ არ მოეწონა მის დედასთან მასწავლებლის დაკავშირება და იმის გამხელა, რომ ეს ნია იმნაძე გაკვეთილებს აცდენს და ამიტომ მოვედით ამ შედეგამდე. და ახლა რატომ მოვედით და ეს მისმა შეყვარებულმა ეს ყველაფერი ასე რატომ წარბართა, ძალიან მარტივია, მისი წარსულიდან გამომდინარე და იმ ვიდეოებიდან გამომდინარე, რაც გავრცელდა და რაც ისევ და ისევ ეკა კუბატაძის საშუალებით იქნა გამოძიებული. რამდენი ვინმე გადაარჩინა, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ. კი ვაღიარებ, მე სუბიექტური ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გიგა ავალიანი არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, მაგრამ ამ საკითხს სუბიექტურობა, ობიექტურობა არ ჭირდება, იმიტომ ვერაფერს ვერ დააკლებთ ეკა კუბატაძეს და მის ოჯახს, იმიტომ რომ ამაზე უარესი ბრძოლები გამოიარეს ამ პერიოდის განმავლობაში და მოაზროვნე ხალხი ყოველთვის გვერდით ედგა. და ყველამ კარგად იცის, რა დანაშაული მიუძღვის ნია იმნაძეს და როგორი ადამიანი იყო გიგა ავალიანი. და როგორი მომავალი ექიმით დაკარგა ქვეყანა.
ეს თქვენი განცხადებები არის ძალიან დიდი სირცხვილი და უნდა გეშინოდეთ, უნდა დაუფიქრდეთ, რას წერთ, რას ლაპარაკობთ. შეიძლება არასრულწლოვანის ესე დაკავება ინახავს ქართული პოლიცია, ესე პროფესიონალურად მისულიყო, ესე მოთმინებით და ყველანაირი კანონის დაცვით მომხდარიყო დამნაშავის დაკავება. მესმის რომ საქართველოში არის საშინელი სიტუაცია და ქართველი ხალხი არის რაღაც ძალიან განერვიულებული, იმიტომ რომ ხდება ძალიან ბევრი ცუდი რაღაც, უფრო სწორად ძალიან ბევრი ძველი დანაშაული ამოტივტივდა, ანუ რომელზე უნდა იფიქროს გასაგებია ნატავი ბიანზე გაუპატიურებულ ბავშვზე, დაკარგულ ბიჭზე, რომელსაც ახლა 12 წლის შემდგომ ეძებენ გიგავალიანის საქმეზე. კი, ძალიან მძიმე ფონია, მაგრამ არ უნდა დავკარგოთ საღი აზროვნების უნარი, ყველამ კარგად იცის. ყველაფერს კითხულობს. თუ რა დონის საკითხია ეს და როგორი მძიმე საკითხია და როგორი წამებით, წვალებით მიაღწია დედამ ამ სამართალს. ამ ყველაფერსაც აპოლიტიკურებთ. არ შეიძლება. პოლიტიკა იმდენად ბინძურია და იმდენად ბინძურია პოლიტიკა ზოგადად საქართველოში. არ შეიძლება ამ საკითხს რაიმე პოლიტიკური სახე მიეცეს. სირცხვილია და უბრალოდ შეწყვიტეთ.